მოგესალმებით ძვირფასოს უბრალო დიდი მადლობა მოგზაურობისათვის. მოგილოცავთ დღევანდელ დღეს, რომელსაც აღნიშნავს არიშვენის საჯარო სკოლა დიდი ოსტატ პოეტისა და მწერლის კოსტა ხეთაგუროვის წესადმი ბიძღვნილ საიუბილეო დღეს. დაგლოცავთ თქვენ სრულიად საქართველოს დღევანდელ ჩვენს მოწვეულ სტუმრებს, ყველას ვისვისას დღევანდელი დღე ძვირფასია და იმ სიყვარულსა და მეგობრობას გაუმარჯოთ, რომელსაც კოსტა თავის შემოქმედებაში გადაგეძრა. დაგლოცავთ. მადლობა დღევანდელი დღის სტუმრებისათვის. Tot მიირთვათ მივსით? მოგილოცავთ კიდევ ერთხელ, დაგლოცავთ. ავალჯერ აღვნიშნოს ქართველების და რუსების ურთიერთობა და სიყვარული კოსტა ხეთაგუროვის იუბილესთან ერთად. მოგზაურობა ქვია, მოგზაურობისათვის მოგზაურობა დაასრულეს ეს მოგზაურობა ყველა. მნიშვნელოვანია ის საკითხი, რომ აქ შერეული მოსახლეობაა, ქართველები და ოსები, რომლებიც თანაცხოვრება საუკუნეებს ითვლის. საქართველოში, ასე ვთქვათ, ესეთი გრანდიოზული მასშტაბით აღინიშნება ამ სოფელში. მე მინდა მადლობა გადაუხადო ნაგუდეხის მუნიციპალიტეტს, მხარდაჭერისთვის, თანადგომისთვის, ორგანიზებისთვის, რაც თქმა უნდა ადმინისტრაციასთან ერთად. მნიშვნელოვანი თარიღია დღეს და ყოველ წელს აღნიშნავთ ჩვენ კოსტა ხეთაგუროვის იუბილეს. მე მინდა მიულოცოს უყოლას, როგორც ქართველებს, ისე ოსებს. მისი როლი დიდია ქართველებისა და ოსებთან ურთიერთობაში, აღდგენაში, ასე ვთქვათ, დამეგობრობაში, მის ნაწარმოებებში ჩანს ეს და მნიშვნელოვანი პიროვნება გახლდათ. შესაბამისად, დღევანდელ დღეს მოგილოცავთ როგორც ოსებს, ისე ქართველებს 166 წლის თავს კოსტა ხეთაგუროვი. ერთმა ინებოს ასეთი ლამაზი დღეები ჩვენს ცხოვრებაში. კოსტაობაზე აიღო პირველი ადგილი, მოდი. შემოწყდა, დეგუსტაცია მოხდა და პირველი ადგილი არის შენი. ეს არა მხოლოდ კოსტა ხეთაგუროვის იუბილეა და ამ დღის აღნიშვნა ხდება, არამედ ხდება ქართული და ოსური კულტურების, ტრადიციების, თანხვედრის, კავშირის აღნიშვნა, ოსი და ქართველი ხალხის მეგობრობის, ურთიერთპატივისცემის, ჩვენი ისტორიის პატივისცემის დღეა. მიხარია, რომ ჩვენ მასპინძლობთ დღევანდელ დღეს ტრადიციულად ყოველ წელს 15 ოქტომბერს აღინიშნება. ძალიან ბევრი ადამიანია ჩართული დღევანდელი ღონისძიების ორგანიზებაში, გალამაზებაში. მინდა ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადო, თითოეულ მოქალაქეს, მოწვეულ სტუმრებს, წარმატებები მინდა გისურვოთ ყველას და ბევრი ყოფილიყოს ასეთი მნიშვნელოვანი დღეები, მზიანი დღეები ჩვენ ცხოვრებაში და არასოდეს ჩვენ არ დაგვევიწყოს ჩვენი ისტორია, ჩვენი წარსული, ჩვენი წინაპრები და ის საზოგადო მოღვაწეები, რომლებმაც თავიანთი ცხოვრებით მნიშვნელოვანი ბიძგი მიცეს კულტურის განვითარებას და ასევე ხალხთა შორის ურთიერთობის გამტკიცებას.
და მედალი და თავარი პრიზი ხარი მეწევლა შევკიდო მონაწილეებით სერტიფიკატი მოკიდე წადი და თასი მოეხმარე მონაწილეების სერტიფიკატი ხუსო დღეს სტუმრები არიან საზღვარგარეთიდან ისინი ჩამოვიდნენ საერთაშორისო სამეცნიერო მე-11 კონფერენციაზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ჩვენ 2 დღე გვქონდა ეს სამეცნიერო მუშაობა და შემდეგ უკვე ჩამოვედით არიშფერანში, სადაც სკოლის ეზოში ყოველწლიურად ეს როგორც ტრადიცია მრავალი წლის განმავლობაში იმართება ოსტაობა დღესასწაული. მე მინდა ვთქვა, რომ ძალიან დიდი სიამოვნებით ეცნობიან ჩვენი სხვადასხვა რეგიონის მეცნიერები, საქართველოს შემცხოვრები მეცნიერები, ამასთანავე აქ არიან იტალიიდან ჩამოსული მეცნიერები, არიან საფრანგეთიდან მონაწილეები, არიან სხვადასხვა ქვეყნებიდან მონაწილე მეცნიერები, რომელთაც ეს სანახაობაც ასევე აქ დოღი, ცეკვა, სიმღერები და სხვა არის მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი, საინტერესო და ფიქრობ, რომ ისინი შეიძლება ოსტაობაზე კი არა სხვა დროსაც ჩამოვიდნენ, ისე დაინტერესდნენ ჩვენი ქვეყნის სილამაზით, მრავალფეროვნებით, აქ ჩატარებული ღონისძიების ღრმა შინაარსიანი ფორმით და ძალიან სასიამოვნოა, რომ ამას მასპინძლობს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი, მთავარი რასაკვირველი არის თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი თავისი სამეცნიერო მიმართულების ინიციატივით და ასევე ისინი, ვინც ჩვენს გვერდით დგანან და ჩვენთან ერთად აღნიშნავენ ამ დღესასწაულს. განსაკუთრებით გვერდით გვიდგას ჩვენ თამაზ ბესტაევი, რომელიც ყოველ ღონისძიებაზე ეს გახლავთ ჩვენი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და ყოველ წელს ის ჩვენ გვერდით არის და ვატარებთ ამ ღონისძიებას სათანადო დონეზე.
გაიხარეთ. მადლობთ.